არა ჩვეულებრივი დებიჯანაშიები ხო? მოგესალმებით თვითფასო მაყურებელო. ესე იგი ბარბარე სალი და ვიუ ჯანაშიები. ძალიან გვიხარია. ბარბარე უკვე როგორც თავის სახლში ისე გრძნობს ესე იგი თავს და ძალიან გვიხარია რომ დღეს თქვენც ხართ ჩვენი სტუმრები. მადლობა. როგორ ახართ? ჯერ აქედან დავიწყოთ გოგონებო და მე უკვე მადლობა. ძალიან დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის. და დავითანხმე ჩემი დევი. მადლობა რომ დაითანხმებდები და გაგვაცანი და ვასტუმრე და გვიხარია რომ ერთი ჯანაშიას ნუ ახლა სამი არა. გოგო პირველ რიგში აუცილებლად ამ სიმღერაზე უნდა ვიკითხოთ. ეს სიმღერა ვიცით, ტექსტიც ვიცით. მოგვიყევით, ვინ დაწერა მუსიკა, როგორ შეიქმნა ეს სიმღერა? როგორც იცით, მე დავდივარ ლაპრიმას სტუდიაში და ეს სიმღერა დაწერა ჩემო საყვარლესმა მასწავლებელმა ქალბატონმა ნინო ლომიძემ, რომელსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი და ჩვენთვის დაიწერა ეს სიმღერა. და ასევე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემ მეგობარს საზა გოჩიტაშვილს, რადგან არიჟირება გავუკეთა ამ სიმღერას. ჩვენ გვერდებით ამ მადლობებს და ახლა გითხარი შენ დები როგორ დაითანხმე სიმღერაზე და მე გადავალ დებთან. ჯერ შენ გითხარი. ეს იყო ჩემი სახალხო სურვილი, რადგან მინდოდა რომ მამიკოსთვის გავგვეკეთებინა სიურპრიზი და ეს სიმღერა თქვენთვის შემოგვეთავაზებინა სამივეს, რადგან ისეთი ტექსტიც ჰქონდა რომ მინდოდა რომ დებთან ერთად შემოსრულებინა და აი დავითანხმე რაღაცა. დავითანხმე. მეგობრებო, რთულია არ დაეთანხმო? კი, ანუ ეს იყო ბარბარეს. ეხლა მითხარით სალი რომელია და ვიუ რომელია? ვიუ ვარ მე. სალი და ვიუ. რთულია რომ მოიცადე მე ვერ გავარკვია ვიუ. სალი და ვიუ. გასაგებია. ესე იგი ბარბარესგან მარჯვნივ სალია. კი ბაბა. გოგო თქვი ახლა ბარბარე. მოიცა ჯერ ბარბარე ერთი წუთი ახლა გოგოები ავალაპარაკოთ. ხო ვიყავით მაგრამ არა ეხლა ვალაპარაკი. ეს კონფლიქტი სახლში რომ არ გვეცდის ხოლმე საუბარს. აი ახლა გაქვთ ამის საშუალება. მოდი ბარბარიკო შენ ჩადაჭრე. რა კარგად გადავხედა. მოდი არ გაცვით. გოგოებო სალი ვიუ. როგორ დათანხმდით? რამდენად თქვენთვის უცხო არის სცენა? კი ბატონო, შეჩვეულები ხართ რომ ბარბარეს უყურეთ, მაგრამ თქვენ პირველად ხართ, ასე ვთქვათ, სცენაზე პირველად მღერი ხართ? პირველად ვიმღერეთ, დიახ, ესე არ ვართ ხოლმე, არ ვიჩენთ თავს განსაკუთრებულად, არ გვიყვარს ხოლმე ეს ტელეეკრანები და რაღაც და ცოტა. ანუ ამ შემთხვევაში რაღაც ბარბარის ძალიან დაჟინებული თხოვნა იყო და ჩვენც რაღაცა იმედები არ გავუწევთ. მამიკოს სურპრიზის გაკეთებაში. უნდა აგიხდინათ. ბარბარიკო ყველაზე უმცროსი დაიკო არის ანებივრებთ კიდე სხვა რაღაცეებითაც? გვიწევს. და რა არის ეს აი როგორ ანებივრებთ რა ხდება ხოლმე სურპრიზებს უწყობთ თუ უბრალოდ მოდი აი უბრალოდ იტყვის და უნდა შეუსრულოთ. არის როგორ არის ძირითადად გვაპარებს ხოლმე რა უნდა. აი ეს გვაპარებს და მე ჩვენც ვცდილობთ მაქსიმალურად ბაბის სრულები დავაკმაყოფილოთ და ავუსრულოთ. კი, ყოველთვის ეგრე ხდება, აი, ხელდასებს რა იღები, მაგრამ შევაპარებ ხა. რიცხვები იცი რომ ისე ყველაფერი იცის. ფოტოებს რომ ნახულობა ის მომიწონება, გავგზავნე ბრენდს, სახეს ავნახე სახით არა. აი რომ ნახე როგორ მომწონს. და მე მისრულებ. ახლა მითხარი შენ რომელი უფრო განებივრებს ბარბარე? არა, ორივე შემართლა გითხეთ, იმიტომ რომ ორივე დღეს და დღეს პატენ ჟანდო. ხო არა? იცი რა მაინტერესებს ნახე ულამაზესი გოგოები არიან, ძალიან ლამაზი სამკაულები. ხანახან პარავახულობ მე სამკაულებზე შენ იკეთებ? ყოველთვის, აი, დღე არ გადის, რა რაღაცა არა ვიღო, მაგრამ მე ეუბნები აუცილებლად, ხო? მოპარვა ხო არ არის, მაინც კაისობს. არა, რა თქმა უნდა. მოპარვა ხო გვითანხმებს, ყველაფერს გვითანხმებს. ხო, აი ამადან დღეს ძალიან ეს მჭირდება, ხო იკეთებ, ვიუ ეს მჭირდება. ხო იკეთებ არ არის ხოლმე, არ გაიკეთო. ჯერ კაბებს გართმევთ თუ არა? კი, უკვე? სხვათა შორის ჩვენც ვართ. აი გუნა გარტერობია აქ ბარბის რა. ალბათ ხო, არა, ჩვენც ვიხდენთ ხოლმე ბაბის სამს. ხო რა. ნამდვილად ეგრე. ეხლა მითხარით როგორი შეგრძნება, როცა თქვენ დარბაზში ხართ და ხედავთ რომ ბაბის, ასე ვთქვათ, მიყავს მთელი კონცერტი. ძალიან წარმატებული. საოცარი ემოციები მოდის. აი მართლა იმით აუწარელია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დიდი სიამაყეთვებსები რა კი, ანუ მე ვიტყოდი რომ კადრს მიღმა ყველაზე დიდი გულშემატკივრები ბარბისი ვართ ჩვენ და ჩვენ უფრო ნერვიულობთ და გამისით ხოლმე ვიდრე ბაბი, ან ბაბი ძალიან თამამად ამაყად ძალიან კომპლექსად და ჩვენ ვართ ხოლმე ძალიან დაძაბული. უფროსი რომელია თქვენში? მე ვარ. სად? რამდენი წლის იყავი ბარბარე როცა გაჩნდა? 16-ის. 16-ის. აი ახლა მითხარი ბარბარე რამდენი ხარ? უკაცრავ. ახლა მე ვარ 9-ის. 9-ის, ხო? ახლა მითხარი ბარბარე როცა გაჩნდა
მაშინ ხომ როგორც დღეს გაქვს დამოკიდებულება ესეთი ვერ გექნებოდა, იმიტომ არა, რა თქმა უნდა, ხო, უბრალოდ და თოჯინასავით ხო არ ეპყრობოდი. არა, იცით როგორ არის, აი თავიდანვე, როცა ბარბარე დაიბადა, რაღაცნაირად აღმზრდელობითი როლი ჩამერცა ბაბის მიმართ და დედიკოსალის ეძახი. ხო, 4 წლამდე დედიკოსალის მეძახდა და ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ეს საკითხი თავიდანვე. და რაღაცნაირად ძალიან ვუფრთხილდებოდი ყოველთვის, შვილი ვითვექცეოდი. მართლა გულწრფელად ვერ წარმომიდგენია, ამაზე დიდი სიყვარული გვარსებობს, იმიტომ რომ აი ძალიან რაღაცნაირად ხო. რეპეტიციეთ ერთგვარად ესე იგი საომარი. კი. კი, გავია. ბაბი რო დაიბადა, მე თინეიჯერი ვიყავი და ეს რაღაცა პასუხისგებლობა ჩემ თავზე აღებული არ მქონდა, რაღაცნაირად უფრო მარტივად შევხედე ამ ყველაფერს და ნაწვალებზე ხო, ანუ მე და ბარბის თქვენდა თუ არა? თუ დღესაც გჭმეთ. არა, სულ ესე ვარ. ჩვენ გვაქვს უხეშ თამაშები აი ჩაქვიდა. ანუ ოჯახში მე ვარ ერთ-ერთი წევრი, რომელიც ბარბარეს რაღაცნაირად აბსოლუტურ თავისუფლებას აძლევს და არ უზღუდავ არაფერს, არ ვაძლევ შენიშვნებს, აუშვეთ არ ვკონტროლებ იქ-ნიშნებს, ეს როლი ძირითადად ცალისფრაკესია ხოლმე რაღაც უფროსიდის როლი. ჩვენთან უფრო მარტივად ხდება ყოველთვის. თუმცა არა მარტო ბაბისთან, ვიუსთანაც ზუსტად ეგეთი დამოკიდებულება მაქვს კი. რაღაცნაირად რამდენი წელია თქვენთან განსხვავება? ჩვენ შორის 2 წელია ორი სხვა. წელი არც თუ ისეთი, მაგრამ არც თუ ისე დიდი, თუმცა მაინც მომყვება ის, რომ ხო, რა თქმა უნდა, უფრო უფროსი ხარ. ვაკონტროლო, ყურადღება მივაქციო, რამე არ შეეშალოს და არ ვიცი, თითქოს აი დაბადებიდან. ხო. მე მაინც მგონი რატო მე მგონი დამეთანხმდი სამივე ნიჭიერია, ხო? მაგრამ ეხლა კიდე ბარბარე მაინც მე ძალიან მაინტერესებს ვის გავს ბარბარე განსაკუთრებით აი ხასიათებით დედას მამას როგორ არის? დედას მამას თქვენ ხო, ანუ ხასიათებით ვფიქრობ, რომ მე მგავს. რაღაცებს ვიჭერ ხოლმე, რაც აი ჩემი ტიპია. აი რაღაცა ხო, დასწრე. ხო და ანუ იდეაში ესე ვერ გამოვარჩა ოჯახის ვერც ერთ წარს, რომ აი ბარბარა კონკრეტულად ამ ოჯახის წარს გავს. თითქოს საერთო რაღაცა ის აქვს ბარბარის. აი ხო ყველას. ხო, ანუ ვფიქრობ, რომ ეგ ოჯახის დამსახურება არის, რომ რაღაცნაირად ესეთი შედგა ბარბარე რა. ხო. რაც დიდი ფუფუნება მე და ვიუს არ ვიუ არ დაგვიჩაგროს, ალბათ თქვენც მე სვიზახი ხოლმე რომ ბარბი არის სალის მინი მესია, იმიტომ რომ ძალიან გვანან ერთმანეთს, არ ვიცი, ხასიათებით, თვისებებით, ქცევებით, მანერებით და მე ვარ ხოლმე ძალიან ისე, რომ ორი ერთნაირი რაღაცა დიდი და პატარა სახე. ასეთი მსგავსება ეს. ეხლა წინა სახელმწიფო პერიოდი არის და თუ გაქვთ უკვე ვის რა უნდა აჩუქოთ, დები ერთმანეთს თუ ჩუქნით საჩუქრად. მე სულ ნახატებს ვჩუქნით. შენ არა, უშო დაიწყებ შენ სამსახურს და უკვე ამ წელს უკვე შევძელი და რაღაცები ვუყიდე ისე რაც უნდა. ჯერ არ ვიცი, ჯერ არ ვიცი. შენ ძმა არ გინდა რომ ყავდეს მე ვიქნები. გოგოება თქვენც აქცევთ ყურადღებას აი რა უნდა ბაბის და ესე ჩუმაც თქვენთვის. არა, ვეუბნები. არა, იცით როგორ არის? პირეუბნება, იდეაში ეს- ბარბარე ყოველთვის პირდაპირ ამბობს ხოლმე რა უნდა, აი ყოველთვის პირდაპირ. ეხლა სახელმწიფო სამზადისი დავიწყეთ ძალიან ადრე, იმიტომ რომ ძალიან გვიყვარს ეს მომენტი. და აი ბარბარე იყო ის, რომ აი თავიდანვე როგორ იყო იცით, აი ჩაგვიგდებდა ხოლმე სურათს რა ეს მინდა, მე გადაიფიქრებდა, არა, იცი რა სალი, ეხა ეს მინდა, მე გადაიფიქრებდა. ძალიან ჭიდილში ვარ ამ საკითხში. მე რა მაინტერესებს სალი ვიუ, აი რო დაიწყო ბარბარემ ლექსების წერა. ერთია რომ იმღერის, მძეკვავს, ლექსების წერა, აი ეს ხო არ არის პატარა განაცხადი, ხო? რა სიხარულთან ასოცირდება თქვენთვის ეს? გარდა სიხარულისა კიდე რა არის ეს სიამაყეა? და როგორ მიიღეთ სიტყვაზე? რომ კითხულობ პირველი ლექსი. კაცრად ექცევით, შენიშვნებს აძლევთ თუ არა და ასე შემდეგ. შენიშვნებს არ ვაძლევთ, თუმცა ბარბარის პირველი ლექსი რომ მოვისმინე, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. აი რამე წამომივიდა, აი მთელი დღე ვტიროდი და ვერ გავიჩარდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ესეთი შოკი მივიღე, იმიტომ რომ მეთქი ბაბი ნამდვილად ჩემ დაწერა ეს მეკითხებოდი. მერე უკვე ხო, ეხლა უკვე ხშირად გვესმის ბაბის ლექსები და ვთხოვთ მე და ვიუც რომ ჩვენც მოგვიწყნას. არა, რადგან მე წერა იმ მონეტებაზე, რადგან მამა ამერიკაშია, სულ აი როცა ემოციებში ვარ ხოლმე, აი ყოველთვის რაც მომაფიქრდება, ჩავინიშნავ და მე ჩვენ გავუშვებთ ახლა 1-2 თვით დებსადმე, სადმე გავუშვათ რომ მოენატო, მართლა ლექსი დებზე. ეხლა მითხარი ტრადიციები და სამზადისი გვაქვს უკვე ახალი წლის. როგორი ტრადიციებია? ჩვენ გვაქვს ოჯახში ესეთი ტრადიცია, იწყებს ჩვენი უფროსი დაიყო სალი, ნაძვის ხეს პირველ სართულს და მერე ჩვენც ვერთდებით ნატურებზე რაღაცებზე და სიმღერით თუ როგორ? ხო, სიმღერით თქმა უნდა და მე ყველაზე მეტად ვეხმარებით დედიკოს, აი
სამზარეულო საქმეებში ძალიან მიყვარს ეგ ქოშინატეს გაკეთება. ქისტები და მეგრული კერძებს, იმიტომ რომ ჩემი ის დახალ წელს ყველა სახლში უნდა იყოს მეგრული კერძი. აჰა, გასაგებია. ეს ახლა რაც შეეხება საახალწლო ტრადიციას და ჩვენ უცხო ტრადიცია გვაქვს აქ ლექსების კითხვა. წეგან ლექსებს საუბრობდით. რაღაც ლექსი გვაქვს, როგორც ვიცი, მომზადებული ჩვენთვის, ხო? მე ისევ ახალ წელს დაუბრუნდეთ. დიახ. ხო? ამ ლექსს ქვია მამაშვილის ისტორია. და ეს დავწერე დიდად ემოციური არ არის, რადგან მინდოდა ეხლა ცოტა სახელისა დამეწერა და შეგეცრულებთ. წაგიკითხოთ. ოქრო გოგო, აბა გის. ხო, სიხარული გვინდა საახალწლო. კი ბატონო. მამაშვილის ისტორია. მამას გულო, მამას სულო, ჩემო დიდო სიყვარულო, მამას ტკბილო, მამას თფილო, ჩემო მანათობელო მზის ხილო, მუდამ ასე მეუბნები, მანაპირებ ტკბილის სიტყვით და ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ, მუდამ როცა მემჭირდები. იცოდით, რომ ძილის წინაც მამა მიმღერსიავნა ნას, დამაძინებს ტკბილად მშვიდად, რომ სისმარშიც იყოს ჩემთან. დილით, როცა გათენდება, დამირეკავს მე მამიკო. ყურში ტკბილად ჩამჩურჩულებს. გაიღვიძე მამას გულო. ასეთია მამაშვილის საოცარი ისტორია. მინდა ყველამ რომ იცოდეს, ემიგრანტი შვილის გრძნობა. ბრავო. ბრავო. იცი რა, აი ანრი, როგორც მსახიობი და მეთანხმები, როგორ მუშაობს კამერაზე, კი? როგორ იცის ეს ყველაფერი, ხო? გოგოები ხო უნდა მითხრათ, ნებისმიერი გოგო და შეიძლება ბიჭი, ცოტა პატარები იყვნენ, აბაზანაშავიც რაღაცას აიღებდნენ, მღეროდნენ, ხო? თუ გქონდა ეს სალის და თავიდან თუ ხვდებოდით, რომ ეს სალის კიდე ბარბარეს, თავიდანვე თუ ხვდებოდნენ, რომ ეს რაღაცა სხვა გზით მიდის, ჩვენ გზას არ ახდენს. კიდეში ბარბარე ძალიან პატარა დადგა სცენაზე, 3 წლის უკვე სცენაზე იყო და მისთვის არ იყო ეს უცხო. ეხლა ძალიან მოერგო ამ ყველაფერს, ძალიან შეეჩვია და სახლში გრძნობს თავს, ძალიან თავისუფლად არის და ეხლა სხვათა შორის რომ მოვდიოდით, ბარბარე ესე გვარიგებდა მე და ვიუს, რომ არ ინერვიულოთ ღრმად ისურვთ. კამერას დაინახავ. კამერას დაინახავთ ესე მაიქეცით, ესე მაიქეცით. ჩათვალე თქვენი სახლი იქ დასაყვარელი ადამიანი დაგვხდები არის გარემო. ახლა საახალწლო სამზადისს რო დაუბრუნდეთ, სალი აწყობსო ნაძვისხესო, ხო? ახლა მითხარი, შენი შრები თუ გაქვს, თუ აძლევ ხოლმე, თუ მოგწონს მისი აწყობილი ნაძვისხე? პირველ წელს დიდად ერთი წვეტი ის რო ხო და აი ხლა ამ წელს ერთი არ გვინდოდა რომ ბევრი სათამაშო დაგვეკიდა ეს რამდენიმე დავკიდეთ და ერთი სათამაშო დაკიდა წინ გამოაჭედა და რომელიც არ მიყვარს რატო მოიწოდეთ გითხარე ხო რატო არ ორი არ მომწონდა იმიტომ რომ დიდად ლამაზი ფერისანი იყო და ერთი საერთოდ დავიღე რომ მეც ეს მოდელი მომწონდა რა ას მინდოდა რომ უკან გადამეკიდა და საერთოდ დავიღე და სადღაც შევკუჭე ესეც ვერ ვიტყვი და რომელიც მქონდა რომელიც არ მომწონდა უკან გადავკიდა ეგ არ ვიცოდი უნდა დავუყო აი ხედავ შესწორებები შემოიტანა გოგოები ხა მითხარით საღამოს ეს არის რაღაც ბედნიერება როცა სამი დაიკვა ხო აი რასაკეთებთ თავისუფალ დროს გემრიელად სახლში ჭორაობთ, რამეს ერთად უყურებთ ფილმებს. კი, ჩვენ რაღაცა ეს დაქალებებით ვართ რა, ანუ ყველაფერს უყვებით ერთმანეთს აბსოლუტურად. გვაქვს ხოლმე ესეთი გოგოშკური საღამო. გოგოშკური საღამო. საერთო ინტერესებიც გვაქვს. და ზოგადად ბარბარეს უსმენთ ხოლმე და უშვეთ როგორც გადაწყვეტას უნდა ფილმის ყურება, მეთანხმებით რაღაც პაზლის აწყობა და ზოგადად ბარბარეს აკისრია ხოლმე ეს რომ გადაწყვეტოს რის იკეთება გვინდა საღამოს. და თქვენც ესე იგი გვერდში უგახართ ყოველთვის. და ამ გოგოშკურ ამბებში დედა არ ერთვება? ნაკლებად. ერთვებ ხოლმე. იმიტომ რომ დედას უფრო ბევრი საქმეები აქვს ხოლმე და როცა სალია შემოვა ხოლმე და ერთად თამაშობთ მე ისევ გავა და ისე ვარ. ერთმანეთს თუ ეკითხებით რომ აი ეს მიხდება დღეს ეს ჩავიცვა, ბარბარე შენ თუ ეკითხები შენ დაიყვევს რომ აი კონცერტზე გავდივარ. კი, ყოველთვის რომ აი მაგალითად რომელი ჩავიცვა ეს ხდება რომელიზე და ყოველთვის გოგექშებ ხო არა? რა, გეკითხება რა? და ყოველთვის უსმენთ ერთმანეთს. და ითვალისწინებ? კი, აუცილებლად. ხო რა? კი, სული თვალისწინებს რჩევებს. ბარბარე, ახლა რა მაინტერესებს, იცი? იქნებოდა გვისმენს თოვლის პაპა. რაიმე განსაკუთრებული საჩუქარი არ გინდა რომ მოგიტანოს წელს? მოდი ამ კითხვას მე დავტოვებ საიდუმლოდ, რადგან მინდა რომ მამიკოს გავკეთო სურპრიზი. რაღაცა თოვლის პაპას წყალობით უკეთებ, როგორც მივხვდი სიურპრიზს. აღარ ჩაგეკითხებით რომ ზედმეტად რაღაც არ დავაზიანოთ ჩვენ
სასწაულ მადლობას გიხდით მოგზაურობისთვის. მიხარი რომ გაგვაცანი დები და იმედი ეს პირველი არის და არა უკანასკნელი. ხო კარგები ვარ, ხო კომფორტულია. ძალიან კომფორტული. გისმენთ გავაკეთოთ და ერთად ბედნიერად მშვიდობით და სიხარულით. ახლა კი რეკლამაზე გავალთ და ძალიან მალე დაგიბრუნდეთ.